საბავშვო ბაღში გოგონებს ის ბიჭები მოწონთ, რომლებსაც კარგი შარვალი აცვიათ. მე არც ერთ გოგონას მოვწონ ვარ, რადგან ძველი ტანსაცმელი მაცვია. 5 წლის დანიელმა ფონდის კორესპონდენტს თავისი გულის ტკივილი გაანდო. დანიელის და მისი უმცროსი ძამიკოს ბავშვების სურვილების ასრულებისთვის ბევრი ფული სულაც არაა საჭირო. კეთილი გულიც საკმარისია. სათამაშოების გარეშე ხომ ბავშვები ისევე გრძნობენ თავს, როგორც შიდი გალიაში. პატარა დავითი სწორედ ის ბავშვია, რომელსაც ერთი სათამაშოც კი არ აქვს. კეთილ ადამიანებო, თუ თქვენ ამ პატარა ანგელოს სათამაშოებით გაახარებთ, შესაძლოა მან მადლობა ვერ გადაგიხადოთ, რადგან ის ჯერ ძალიან პატარაა. მაგრამ როდესაც გაიზრდება და ამ ვიდეოს ნახავს, მისი გული მადლიერებით აივსება, რომ ფონდის მეგობრები გულგრილი არ დარჩნენ მისი ცრემლების მიმართ. დანიელს კი ისევე როგორც ყველა ბავშვს ტკბილეული ძალიან უყვარს, მაგრამ მარტო ხელამამა შესაძლებლობა არ აქვს, რომ შოკოლადი ან ნამცხვარი უყიდოს. ბიჭუნას ერთადერთი ტკბილეული ეს ჩაია, რომელშიც მხოლოდ ერთი კოვზი შაქარი ყრია. ჩვენო თანამემამულეებო, ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ სულ რამდენიმე დღეში ამ საბრალო ძმების თვალებზე ცრემლები აღარ იქნება და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.